ხელისუფლება დღეს გადაიქცა უკვე არა ხელისუფლად, არამედ ტერორისტად სახელმწიფოში. შეხედეთ რა ყველა საქართველოს დგას ქუჩაში. და ფაქტია, რომ ის მედია, რომელიც ამას შეგნებულად აკეთებს, აღარ არის ჟურნალისტიკა. ამას ჟურნალისტიკა არ ქვია, ამას ქვია უკაცრავად და ვიღაცების ფინიები, რომლებიც ყეფენ იმიტომ, რომ პატრონმა ძვალი გადაუგდოს. ბევრს ეწყინებენ ამას, რომ მოისმენთ ალბათ. ცივწყალს დალევს. თუ დღეს ვინმეს რწმენას შეესაბამება ის, რასაც აკეთებს სამთავრობო მედიაში. ის ადამიანი ან ძალიან სულელია, ან ძალიან თიბრმავებს, ან ძალიან უსინდისო. ავტორობა თქვენ საუბრობთ პროპაგანდისტებზე, ხო? თქვენს მეც ნაწილთან გვიმუშავია და საკმაოდ ჭკვიანი ადამიანები არიან. აი არსებობს ორი ვერსია, ხო? მათ ან შეერათ ამას, რასაც აკეთებენ ამის. ან აი ხო აი თქვენი აზრით უფრო ხშირად რასთან გვაქვს საქმე? უფრო საქმე გვაქვს შუბლის ზარღვით გაწყვეტას თუ სინდისის გაწყვეტასთან. ისევე როგორც პოლიციის შემთხვევაში გვაქვს საქმე სინდისის გაწყვეტასთან და როცა დღეს ვიღაც პოლიციელი ამტკიცებს, არ შეიძლება და ის როზის კიდე ჩვენი ეგრეთ წოდებული კოლეგები როს ხედან ეთერში და გაიძახიან, რომ ის პოლიციას მიაყენა რაც არის სახელმწიფოს წინააღმდეგ წასვლა და დანაშაული უდიდეს. დიდი ბოდიში, მაგრამ პოლიციელი, რომელსაც ზუსტად ყაჩაღივით აცვია შავი ნიღაბი და ყაჩაღივით ურტყავს, არ ღვევს კანონს და ურტყავს ფეხს, ისი უფლებაც არავითარ შემთხვევაში არ აქვს, როგორც პოლიციას. ურტყავს ფეხს აქცეულ ადამიანს. რომელიც სულიად მშვიდობიან დემონსტრანტია. ერთ შემთხვევაში ეს არის კოლაბორაციონიზმი და ის რეალურად ყოფნა მტრის მხარეს და მეორე შემთხვევაში არის შენი პრინციპების, რომელიც ალბათ კიდევ ბევრი ადამიანის პრინციპი. შენ ნამდვილად პრინციპი გაქვს მაშინ იმისი, რომ გინდა რომ იყო ისეთი პროდასავლური და წარმოუდგენელია, რომ დღეს ჩვენ ნაცნობ კოლეგებს, რომელსაც ყველა ვიცით ვიზეც არის საუბარი და რომელსაც ძალიან უყვართ თვითონ ევროპაში გაშრიალება და შვილებსაც მაქსიმალურად ცდილობენ რომ იქ ასწავლონ და იქ ყავდეთ. იმათ რომ დღეს თურმე ურჩევნიათ რომ რუსული მესიჯები ავრცელონ და ამას უკვე ყველა ხედავს. შეუძლებელია რომ ეს ვინმე ვეღარ დაინახოს, იმდენად ცხადი გახდა და იმდენად განსაკუთრებით მათი პირიდან ეს ისმის პირდაპირ. ხა კანონებს იღებენ იმისთვის, რომ კანონებით გაიმართლონ თავი, რომ კანონში წერია და აგერ ბრიტანულ კანონს გადმოვიღებთ პატრონ და იმით ვიმოქმედებთ. და ბრიტანეთი, რომელიც არის დაწყობილი ქვეყანა, რომელშიც პოლიტიკურად უკვე დიდი ხანია check and balance სისტემა დაალაგებულია, იქ ეს კანონი სხვანაირად მუშაობს და კანონის ექსპორტი პირდაპირ არ შეიძლება იმ გარემოში, როგორც ახლა ჩვენ ვართ. ეგ ფაქტია. ჯერეთი არ არის ბრიტანული კანონი, ესე რუსულზეც ამბობდნენ ამერიკული კანონი. ამერიკული კანონი, ამიტომ ხა რაღაც ამოგლეჯილი ფრაზა და იქ ეს აქვს და ასე წერია იქაც და ესეც და ის რატოა რუსული შესაძლებლად არის გასაგები, იმიტომ რომ თუ ადამიანს აინტერესებს როგორი იქნება საქართველოს ხვალ, უნდა შეხედოს როგორია რუსეთი დღეს. და ისეთ სიტყვას ნაბიჯ-ნაბიჯ იმეორებენ ყველა აქციას. შეიძლებოდა ამის გათვლა რამდენაირად? სამწუხაროდ გათვლა თავიდან ამის გათვლა შეუძლებელი იყო, იმიტომ რომ იცით რა გათვლა იქნებოდა შესაძლებელი მაშინ, თუ წინა ხელისუფლება ცოტა უკეთ მოიქცეოდა, ხელამაბოს მე არ მიყვარს ხოლმე აქციული გაცვლის წეხლის მიყოლება, ამიტომ ვერაფერს ვერ ვიტყვი კონკრეტულად გასულ ხელისუფლებაზე, მაგრამ ვიცი რომ აი ეს გაყალბების სისტემების გაფურჩქნა ძალიან დიდი ხნის წინ არის დაწყებული და ასე მიდის და მიდის. რაღაცა გლობალური ეს ზღაპრები რო ისმის კიდე სასწაული გლობალური ომის პარტია რო არსებობს სადღაც და ყველას თურმე ის უნდა რომ რაღაც საშინელება ჩაიდინოს და ერთადერთი ადამიანი არის რომელიც აგამოუწყიდა მაინც და მაინც მზედა ვასკლავად რომელსაც ეს არ უნდა და მშვიდობა უნდა. ეს მართლა სასაცილოა. თანამოს რომ გვიყვებიან ჩვენთვის ნაცნობი ადამიანები, ცოტა ჭკუა მოეკითხება და ეს თვითონ რო ჯეროდეთ წარმოუდგენელია და თუ მართლაც ჯერავთ, მაშინ გული მეტკინება სერიოზულად და ვუსამძიმრებ მათაც და მათ ყველა ახლობას. ამ საშინელ უბედურებასაც მათ დამართიათ, რომ ესეთი რამე დაიჯერეს, როცა ყველაფერი ასე თვალთანათლივ ცხადია. ერთ ადამიანს შეუძლია დღეს რომ გქონდეს თავის ტელევიზია. ვიღაცები ადრე რომ ეკითხებოდნენ, ქალბატონო ლიუბა, თქვენ ტელევიზია არ გექნებათ? მაშინ ტელევიზია რო შენი გქონდა ძალიან ძნელი იყო. ეხლა მართლა YouTube არხი გააკეთე და ბოზ-ბოზ ბლოგერი გახდი და გეყოლება აურაცხელი მაყურებელი. ღვთისმადლი დღეს ჯერჯერობით ამის საშუალება გვაქვს, ვიდრე არ აკრძალეს პუტინივით
ჩვენთანაც და რაღაცა ის არ შექმნეს რუ არხები მხოლოდ და დანარჩენები და იანდრექსზე არ გადავიდა ყველა და ეხლა თქვენ ვინც ამ მთელი ბრძოლის წინა ხაზად გახართ იმისთვის იბრძვით რომ გადავრჩეთ ჩვენ როგორც პერსონები და როგორც პიროვნებები და არა როგორც მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები